ესე გამოკვეთილი ფეხბურთელი არ ყავთ, რომელიც სიმართლე რო გითხრათ, ვიცოდი, რაც წინა სეზონში იყო ბაშაკშექირის წინააღმდეგ. რო გეთქვათ, ბაშაკშექირში მითამაშოს რამოდენიმე ფეხბურთელს გეტყოდით და მამოზე ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ვიცით, რომ შეცდომის საშუალების უფლება არ გვაქვს. ალბათ ვიმედოვნებდი, რომ შედარებით სუსტი გუნდი ყოფილიყო, როგორც დაუშვათ უელსის, ფინეთის ან სხვა გუნდები იყვნენ კალათაში, მაგრამ ეს არ იქნება ის ხელის შემშლელი ფაქტორი, რაც რაღაც შეუძლებელს გახდის ჩვენს წარმატებას და ის ფაქტორიც, რომ პირველი თამაში აქ ვიწევს, შეიძლება ჩვენ სასიკეთოდაც იყოს, ესე პირდაპირ ვერ ვიტყვი. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ გულშემატკივარი მოვა და დაგვიხმარება კიდევ ჩვენ წარმატების სისრულეში მოყვანაში. ძალიან ძლიერი გუნდია, ესე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, ნამდვილად, ყველა ფაზაში, რა თქმა უნდა, იდეალური გუნდი არ არსებობს და აქვს ძალიან ბევრი, როგორც ყველა გუნდს, მინუსები და ჩვენ შეძლების დაგვარად შევისწავლეთ, შეძლების დაგვარად ვცდილობთ, რომ ზუსტად ის სუსტი მხარეები, სადაც აქვთ, ის გამოვიყენოთ უკვე ჩვენ ძლიერ მხარედ. ვერ ვიტყვი, რომ წელს რაღაც ბურთისფლობაზე აქვს გაკეთებული აქცენტი, უფრო სწრაფი გუნდის შთაბეჭდილება უფრო დატოვა, რომელიც სწრაფად გადადის კონჩეტევებზე, გუნდი, რომელიც სწრაფად უტევს და ზუსტად ის, რაც აღნიშნეთ, რომ დომინირება და ბურთისფლობა, მართალი გითხრათ, დიდად არ ჩანს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ტექნიკური და კიდე გავიმეორებ, რომ კარგად მობილური გუნდია და ძალიან კარგად გადადის, ესე რომ ვთქვათ, დაცვიდან შეტევაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს გულშემატკივრობის და მე მინდა რომ თხოვნით მიმართო მათ, რომ მობრძანდნენ თამაშზე და ჩვენგან რასაც ელოდება ქართველი ხალხი, ქართველი გულშემატკივარი, მე პირობას შემიძლია დავდო, რომ ჩვენგან იქნება მაქსიმალური, ესე რომ ვთქვათ, გაღება, რაც კი ჩვენ შეგვიძლია ძალების, ამიტომ რა ვიცი, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, რომ მობრძანდნენ და ხარი დაგვიჭირონ, ჩვენთვის დიდი мотиваცია მათი გვერდში დგომა.